დღეს არის შაბათი 6 ნოემბერი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 24 ოქტომბერი და დღეს ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველოდება. ჩვენ უნდა ვიმოგზაუროთ ბრეტანში, უნდა მოგიყვეთ ბრეტანის ამბები, თუმცა ჩვენ ერთხელ უკვე ვიყავით ბრეტანში, მე მინდა გაგახსენოთ, ეს არის ძალიან ცნობილი ბრეტანის, მე დაგათვალიერებინეთ უკვე ეს არის ძალიან ცნობილი ბრეტანის პეიზაჟები ჩვენი სასიქადულო ძალიან დიდი მხატვრის დავით კაკაბაძის და ჩვენ მაშინ ვისაუბრეთ წმინდა მალო ალეთელზე, აი წმინდა მალოს გაგახსენებთ და მინდა რომ წმინდა მალოს თხოვ ბრეტანის მოციქულს რომ დაგვეხმაროს დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და მე მინდა თქვენც გთხოვოთ, ეს არის 93 საუბარი 24 წუთი და 35 წამიდან წმინდა მალო ალეთელი ბრეტანის მოციქული, ესე ქვია იმ საუბარს. და მინდა რომ გადახედოთ, აუცილებლად მოისმინოთ ბრეტანის შესახებ. საოცრად საინტერესო მხარეა ეს ბრეტანი და ბრეტანი მე მოგიყევით უკვე ამის შესახებ, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ბერების დაარსებული ქვეყანაა და აი ეს მალო იყო ერთ-ერთი აი ამ ერის მამები ესე ქვიათ და აი ხა მე უნდა მოგიყვეთ კიდევ ერთ დიდ ბრეტანელზე, ეს არის წმინდა მაგლორიუსი, ლათინურად ესე ქვია, თუმცა მას ეძახდნენ წმინდა მაგლუარს იქ სადაც ცხოვრობდა და ასევე ფრანგულად ეს არის მელორი. მელორი ეს სახელი საქართველოში არსებობს, ასე რომ აი მელორი ვისაც ქვია იმის მფარველი წმინდანია, წმინდა მაგლუარი. მე როგორც მაგლუარს ესე მოვიხსენებ, ეს არის მაგლუარი დოლის ეპისკოპოსი. და მინდა ესე იგი დავიწყოთ, რამდენიმე შესავალის გაკეთება მოგვიწევს. პირველ რიგში საიდან ვიცით მაგლუარის შესახებ, წმინდა მაგლუარის შესახებ დაახლოებით 300 წლის შემდეგ მისი გარდაცვალებიდან, ეს მე-6 საუკუნეზეა ლაპარაკი, 586 წელს გარდაიცვალა. და 3 საუკუნის შემდეგ დაიწერა მის შესახებ ძირითადად, მთავარი წყარო მისი ცხოვრების არის ვიტა სანქტი მაგლორი. ვიტა სანქტ ვიტა ცხოვრებას ნიშნავს ლათინურად, ვიტა სანქტი მაგლორი და ეს ითვლება ბრეტანული ლიტერატურის შედევრია პირდაპირ. მე სამწუხაროდ თვითონ ეს ტექსტი ჯერ ვერ მოვიკვლიე, ვეცდები აუცილებლად ძალიან მინდა მოვძებნო ლათინურად, სავარაუდოდ არ არის თარგმნილი და მოკლედ ძალიან ჩამივარდა გულში პირდაპირ აუცილებლად უნდა ვიშო, იმიტომ რომ ესე წერია რომ ლიტერატურული შედევრია. მე მხოლოდ ამის იგი პარაფრაზი კი არა, მონათხრობა, მონაყოლია ამის შესახებ ესენი აღმოაჩინე და ეხლა მინდა მაგლორიუსის შესახებ მოგიყვეთ, ოღონდ წმინდა მაგლუარის, ოღონდ ჯერ მოკლედ გეტყვით, ესე იგი ეს იყო ეპისკოპოსი, ქალაქი არის დოლ დე ბრეტან, ესე ქვია დღეს დოლ დე ბრეტან, დოლი, ქალაქი დოლი ბრეტანში, მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა, როგორც მოგახსენეთ და თავის ცხოვრება დაასრულა კუნძულ სარკზე. აი ამ სარკის შესახებ უნდა მოგიყვეთ რაღაცა გადასარევი ამბები და ესე იგი ამ დოლის პირველი ეპისკოპოსი, ეს დოლის ეპარქია, მთავარი ეპარქია არის, ყველაზე ძველი უბრალოდ ეპარქია ბრეტანში, ყველაზე ადრე დაარსებული და დოლის ეპისკოპოსი იყო სამსონი და მეორე ეპისკოპოსი იყო მაგლორიუსი და სამსონი და მაგლორიუსი იყვნენ ბიძაშვილები. ის უფროსი იყო უბრალოდ ეს სამსონი და ეს იყვნენ აი ალალი ბიძაშვილები, რასაც ქვია, იყვნენ ერთმანეთის. ესე იგი მეორე შესავალი რაც მინდა მოგიყვეთ, რაღაც საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ ამ სარკის შესახებ. ეს კუნძული სარკი, სადაც გარდაიცვალა და მოგიყვებით ახლა ცხოვრებიდან რატო გარდაიცვალა სარკში და რა უნდა და როგორ მოხვდა ამ სარკში, ძალიან საინტერესო ისტორია, მაგრამ თვითონ სარკი არის რაღაცა გადასარევი ადგილი. ეს არის ლა-მანშის სამხრეთ დასავლეთი, ლა-მანშის სრუტე, ლა-მანშის, ესე იგი ნორმანდიის
ნორმანდიის კუნძულები, ესე ქვია, ერთ-ერთი კუნძულია და დღეს ეს კუნძულის სარკი დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში შედის. მოსახლეობა, ქვეყანა ეს სარკი, თავის დროშა აქვს, თავისი გერბი აქვს, თავისი მონარქი ყავთ, ეს უნდა მოგიყვეთ საოცარი ამბავი და მოკლედ მოსახლეობა 2002 წლის აღწერით 600 კაცი იყო. და 2015 წლის აღწერით უკვე 500-ზე ნაკლები. მოკლედ რა ხდება ახლა ნახეთ. ესე იგი, როდესაც დიდი ბრიტანეთი 1973 წელს შევიდა ევროკავშირში, შევიდა კუნძულების გარეშე და ამიტომ სარკი არ მოხვდა ევროკავშირში. და სარკი მოხვდა საბაჟო ზონაში, ეგრე ქვია, ევროკავშირის და ესე იგი, ეს იყო ერთადერთი ფეოდალური ქვეყანა, ანუ ძველი ცივილიზაცია რა, ესე იგი, ძველი ცივილიზაციის ერთადერთი გადმონაშთი არის დღეს თანამედროვე მსოფლიოში და ესე იგი 2008 წლამდე ეს იყო აბსოლუტური მონარქი მართავდა ამ ქვეყანას და ეს იყო ნამდვილად რეალურად ფეოდალური ქვეყანა და 2008 წლიდან ახლა რა მოხდა ეს უნდა გითხრათ. მოკლედ ამ ესე იგი თანამედროვე განვითარებულმა დემოკრატიულმა საზოგადოებამ მე მხედველობაში მაქვს ევროპის ესე იგი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციაზე არ მოისვენეს, ესე იგი, არაფრით არ შეიძლება, მოკლედ ასეთი მართვა მემკვიდრეობით გადადიოდა მართლობა, რომ ეს არ არის დემოკრატია, რომ ამ ხალხს არ აქვს ამ 600 კაცზე არა ლაპარაკი, 600 კაცს არ აქვს უფლება, რომ ისე იცხოვროს, როგორც თვითონ უნდათ რა. და მოკლედ ვერ აიტანა ამ ევროპულმა დემოკრატიამ, ეს ესე რომ ვთქვათ, ერთი პატარა ნამცეცი, პატარა, რა ხელა კუნძული, ხო, ახლა კიდე რა უნდა გითხრათ ამ კუნძულთან დაკავშირებით. 2008 წელს შეიცვალა, მოკლედ ეს ვითარება, რაღაც მოუწყეს ეთყობა რა. მოკლედ, ესე იგი, ხალხი აუჯანყეს თუ რაღაცა და მოკლედ ჩატარდა რაღაც კრება და პარლამენტური, მოკლედ მონარქია არის დღესაც, მონარქიული სისტემა, ოღონდ ეს აღარ არის უკვე აბსოლუტური მონარქი და ეს ფეოდალური მმართველობა დარჩა, ფეოდალური ქვეყანა, ოღონდ დეკორატიული. და ახლა ზუსტად კარგად ვერ აგიხსნით ახლა რას ნიშნავს. ხო და მოკლედ ესე იგი მაინც ესეა დღეს და ნახეთ კუნძულზე აკრძალული არ, მანქანა არ არსებობს ფიზიკურად. ესე იგი ველოსიპედებით გადაადგილდებიან, ინვალიდებისთვის და მოხუცებულებისთვის არის ელექტროეტლები დაშვებული და ცხენებით და ეტლებით რა. ესე იგი, არ ვიცი, ხა მართლა ძალიან მომინდა ამ ქვეყანაში ჩასვლა და ნახვა, როგორ ესე იგი, ფაქტიურად ეს შუა საუკუნეები არის შემორჩენილი აი ამ ერთ პატარა წერტილში დედამიწაზე, ბოლო ფეოდალური ქვეყანა ესე ქვია ევროპაში. ბოლო ფეოდალური ქვეყანა, ოღონდ ქვეყანა, როგორც მოგახსენეთ, დღეს უკვე 500 კაცისგან შედგება. ხო და აი კიდევ მოგიყვებით რაღაც ძალიან საინტერესო რაღაცებს ამ მიმართულებით. მოკლედ ესე იგი 25-ის წინააღმდეგ, 25 წინააღმდეგ იყო 15 მომხრე და შეინარჩუნეს მაინც რაღაცნაირად ეს წყობა და 15 დეპუტატს ახლა მოკლედ ირჩევენ ხალხისგან. მოკლედ ეგეთი ისტორია. როგორც მოგახსენეთ, წმინდა მაგლორიუსის ხა სარკზე მივალთ, საიდან მოხვდა ამ სარკში, ბრეტანში და მოკლედ თავიდან დავიწყოთ, მოკლედ ეს არის კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ეს არის ვიტა სანქტი მაგლორიი, წმინდა მაგლორიუსის ცხოვრება. მე-6 საუკუნის დასაწყისში დაიბადა, მისი მშობლების სახელები არის აფრელიუსი და უმბრაფრელიუსი, უმბრაფრელიუსი მამა იყო და ესენი იყვნენ ბიძა და ბიცოლა აი ამ სამსონის, წმინდა სამსონ დოლელის, როგორც მოგახსენეთ, აი ამ წმინდა სამსონ დოლელი, აი ამ ესე იგი ეხლა მოგახსენებთ ეს 7 დამაარსებელი არის ბრეტანის და ერთ-ერთი აი ბრეტანის მამები, ვისაც ქვიათ, ერთ-ერთი არის სწორედ ეს წმინდა მალო ალეთელი და ერთ-ერთი არის სამსონი. სამსონი ითვლება ერთ-ერთ დამაარსებლად და
ესე იგი ბავშვობაში მიაბარეს მოკლედ ფაქტიურად აღზრდა ბავშვის აღზრდა ითავა ამ მისმა ბიძაშვილმა წმინდა სამსონმა და პირველი რაც გააკეთეს მიაბარეს სკოლაში გაუშვეს ბავშვი კორტეუდუს ესე ანუ წმინდა თეოდოსის კოლეჯი ესე ერქვა რომელიც დაარსა წმინდა ილტიდმა ეს უელსში ხდება ეს ამბავი წმინდა ილტიდის შესახებ უნდა გითხრათ დღეს არის სხვათა შორის ხსენება წმინდა ილტიდის ხსენებას დღეს არის უდიდესი წმინდანი არის ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ ამ ბრიტანელ წმინდანებს ესე იგი ეს უელსში ცხოვრობდა და მე-6 საუკუნეში დაარსა მონასტერი და საღვთისმეტყველო სკოლა ბანგორ ილტიდს ერქვა ნუ ეს თავისებური დიალექტი კი არა, ნუ ენებია ესეთი უელსის ენაზე ესე არის და ქალაქს ქვია ლანტვიდ მაიჯორ. ლანტვიდ დიდი მაიჯორ, ესე იგი ბრისტოლის ყურის სანაპიროზე. ეს არის გლამორგანის ველი და ეს არის უელსის სამხრეთ აღმოსავლეთი. და ის სკოლა რომელიც ამ წმინდა ილტიდმა დაარსა გახდა ფაქტიურად საგანმანათლებლო ცენტრი დიდ ბრიტანეთში მთლიანად მთელ დიდ ბრიტანეთში და ესე იგი როდესაც მოკლედ თავის საუკეთესო წლებში ესე რომ ვთქვათ, როდესაც ყველაზე მეტად განვითარდა 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა. და აი მე ესე იგი კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ნუ აქ დიდ ბევრი წმინდანი სწავლობდა. სხვა შორის თვითონ სამსონიც ამ სკოლაში სწავლობდა. წმინდა დავითი ყავდათ მათ ასეთი წმინდანი, ისტორიკოსი გილდასი და მოკლედ ესე იგი დაუკვირდით ახლა რა ხდება. ესე იგი ეს არის ბნელი ეგრეთ წოდებული ბნელი შუა საუკუნეები. ბნელი შუა საუკუნეები, როდესაც მე-6 საუკუნეში უელსში სკოლა, საღვთისმეტყველო სკოლა არსებობს, წარმოიდგინეთ, მთელი დიდი ბრიტანეთიდან და არა მარტო ჩამოდიან ბავშვები სასწავლებლად, 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, გესმით ეს რას ნიშნავს და ხო და აი ამაზე ვამბობთ, რომ ეს არის ბნელი შუა საუკუნეები, ბნელი ფეოდალიზმი და აი განათლებული და გაბწყინებული დემოკრატია ევროპული, რომელმაც აი ხო გეუბნით ვერ აიტანა 600 კაცის თავისუფალი ცხოვრება. ნუ ახლა არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, არამედ აი თვითონ სიმართლე კი არა ის სად არის აი ღვთაებრივი რაღაც ახლა აი მოგიყვებით ამ მაგლუარის ანუ მაგლორიუსის ცხოვრების შესახებ, აი როგორ ღმერთი როგორ მართავს თავის პროცესებს და ჩვენთვის ადამიანებისთვის სრულებით ადამიანურად გაუგებარი რაღაცები როგორ ხდება საოცარი ცხოვრება ამ მაგლორიუსის ამ მიმართულებით, ხა აი მოგიყვებით. ნუ მოკლედ ამ ხელდასხმის შემდეგ დიაკვნად სამსონმა დაასხა ხელი წმინდა სამსონმა და დიაკვნად ხელდასხმის შემდეგ უბრალოდ ჯერ ბერი იყო დიაკვნად მერე აკურთხა 52 წელი გაატარა ესე იგი ლანმერი ქვია მონასტერს ეს არის დღეს ესე იგი კომუნა არის საფრანგეთში ქალაქი ლანმერი აი ეგ დაარსა ესეც ბრეტანშია დაარსა მონასტერი და 52 წელი იყო ამ მონასტრის წინამძღვარი აი ამ შემდეგ მოხდა ესე იგი მისი ხელდასხმა ჯერ დიაკვნად დაასხა ხელი სამსონმა ხოლო შემდეგ უკვე გახდა სამსონის მემკვიდრე სამსონმა ესე იგი სამსონი გახდა დოლის ეპისკოპოსი და შემდეგ სამსონის შემდეგ იყო ესე იგი ეპისკოპოსი ეს მაგლუარიუსი ანუ მაგლორიუსი ესე ორივენაირად ქვია. ოღონდ ნახეთ კიდე მე რა მოხდა ესე იგი მას შემდეგ ხა ძალიან მოკლედ გიყვებით რომ მე უფრო ცლად მოგიყვეთ კიდევ უფრო საინტერესო აი ჯერ თავარ სქემას გიყვებით და მე უფრო ცლად მინდა მოგიყვეთ მის შესახებ. შემდეგი რაც მოხდა ძალიან საინტერესო რომ ძალიან ცოტა ხანი იყო
მთავარეპისკოპოსი იყო ამ დოლის. ძალიან ცოტა ხანი, იმიტომ რომ მას ჰქონდა ანგელოზის გამოცხადება, რომელმაც უთხრა, რომ ღვთისთვის სათნო იქნებოდა მისი განმარტოვებული ცხოვრება, რომ ეს უნდა დაეტოვებინა ყველაფერი და წასულიყო და მან ესე იგი აკურთხა ეპისკოპოსი, მას შემდეგ დატოვა ეპისკოპოსი და ეხლა ვნახავ მე და გავიხსენებ ამ ეპისკოპოსის სახელს და მოკლედ წავიდა განმარტოვდა ჯერ აი ბრეტანისში სადაც ეს ამ თავის ეპარქიაში, ანუ ესე იგი რაღაცა მიყრუებულ ადგილზე, მაგრამ არ მოასვენა ხალხმა და ამის შემდეგ სწორედ იქ მან დატოვა ეს ყველაფერი ეპარქიის ფარგლები და გადავიდა აი ამ კუნძულ სარკზე საცხოვრებლად. აი ეს არის ესე იგი მოკლედ სადაც დაარსა ამ სარკზე ესე იგი ისევ ახალი მონასტერი 62 ბერი ცხოვრობდა მის მონასტერში და ბოლოს 575 წელს აღესრულა. ანუ ესე იგი დავიწყოთ ესე იგი ახლა მისი სასწაულების შესახებ, აი ესე იგი აი ეს არის მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო თითო რასასწაულებს ახდენდა სიცოცხლეში და შემდეგ სიცოცხლის ანუ სიკვდილის შემდეგ მოხდენილი სასწაულები. ნუ პირველი რაც მოგახსენეთ ეს იყო როდესაც ესე იგი ეს ეპარქიაში იყო ესე იგი ანგელოზმა პირდაპირ უთხრა რომ დაეტოვებინა ეპარქია და წასულიყო და ბუდუკი აი ვიპოვე ეს სახელი წმინდანად არის შერაცხილი ბუდუკი დატოვა თავის მმართველად და გადასახდა მოკლედ ესე იგი ჯერ გადასახდა ეპარქიაშივე განმარტოვდა. ეხლა რა მოხდა? ამის შემდეგ მან ესე იგი მასთან მივიდა გრაფი მაშინ რაღაცნაირად ეს ტიტულები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ანუ ეს გრაფი ფაქტურად როგორც მეფე ესე იყო, პატარა სახელმწიფოები იყო და ეს ადამიანი ეს რომელსაც დიდი მამულები ებადა, მოკლედ იყო კეთრით დაავადებული ეს გრაფი. და ძალიან საინტერესო ამბავი მოგიყვეთ. მოკლედ ამას ჰქონდა კეთრი. მივიდა ამ მაგლუართან და თხოვა რომ მოკლედ ელოცამისთვის და მაგლუარმა განკურნა კეთრისაგან. ნუ ისე გაუხარდა ამ გრაფს ეს ისეთი სიხარული იყო, ნუ ისე იმდენად აშკარა იყო ეს სასწაული, ესე იგი აი ეს კუნძული სარკი, როგორც მოგახსენეთ, ეკუთვნოდა ამ გრაფს. და უთხრა რომ აი ამ კუნძულის ნახევარს გჩუქნიო მოკლედ. და აი ამის გამო შემდეგ ასეთნაირად გადავიდა ეს კუნძულ სარკზე და დაიწყო იქ ცხოვრება, მაგრამ ეხლა ნახეთ რა მოხდა. ესე იგი ეს ძალიან დიდარი კუნძული იყო თევზით და ფრინველით. ნუ უღრანი ტყეები იყო, პატარა კუნძულია, მაგრამ ნუ რაღაც ესეთი მადლიანი კუნძული იყო რაღაცნაირი და მოკლედ თელი ეს თევზი და თელი ეს ფრინველი გადავიდა იმ მხარეს, სადაც ცხოვრობდა ეს მაგლუარი. წმინდა მაგლუარი და ეს ახლა ცოტა შეშფოთდა ეს გრაფი. ხო და უთხრა რომ ისა ხო შეიძლება გავცვალოთ რაღაც ცოტა ისე დავრჩიო. კიო მაგლუარმა უთხრა რა და გადავიდა მაგლუარი მეორე მხარეს. და ეს გრაფს დარჩა ეს თევზით და ფრინველით უხვი და მოკლედ თელი თევზი და თელი ფრინველები გადავიდა ეხა მაგლუარის მხარეს, ხო და მოკლედ ამ გრაფმა რო ეს ნახა მიხვდა რაღაცა ღმერთმა ანიშნა და მთლიანად თელი კუნძული აჩუქა და აი ამის შემდეგ დაარსა მან ახალი მონასტერი კიდევ მოგვიანებით. თუმცა ამ სარკზე მანაც გახსნა სკოლა ძალიან საინტერესო იყო და აი ხა ამის შესახებ მინდა კიდევ ესე იგი მოგიყვეთ. ნუ კიდევ ერთი ასეთი მსგავსი სასწაული ჯერ ამაზე მოგიყვებით, ეს იყო აქ კუნძულებია ნორმანდიის კუნძულები, როგორც მოგახსენეთ და გერნსი არის, გერნს ესე ქვია კუნძულს, აი ამ გერნსის კუნძულის რომელსაც ადრე ბისარჯ ბი ორს ნიშნავს გაორმაგებულს და სარჯ ანუ სარკი, ბისარკ ბისარჯ ესე ერქვა ადრე, იმიტომ რომ სარკზე ორჯერ უფრო დიდია ზომით, აი ამიტომ სარკთან მიმართებაში იყო დარქმული და ესე იგი ლორდი იყო ამის მფლობელი, ერქვა სახელად ნივო. აი ამ ნივოს ყავდა ეს ამ ცხოვრებაშია სულ აღწერილი. ამ ნივოს ყავდა ქალიშვილი,
რომელიც იყო ძალიან ლამაზი გოგო, მაგრამ იყო ყრუმუნჯი და იყო კიდევ ცოტათი გონება ჩამორჩენილი. შეიძლება არც იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა ყრუმუნჯი ძალიან მძიმე რამეა და ვერ ხოვდებოდა ვერაფერი, ოჯახის ტრაგედია იყო და მოუყვანა ეს ქალიშვილი და ამან ილოცა და განკურნა ეს გოგო და ისეთი სიხარული იყო, ამან უთხრა რომ აღარაფერი აღარ მინდაო. თელ ჩემ ქონება შენ გადმოგცემო, აი მიწებსაც ყველაფერსო და ამან უარი უთხრა. ესე იგი და მოკლედ არაფერი არ გამოართვა საერთოდ რა. იმიტომ რომ უკვე ქონდა ეს კუნძული და მონასტრისთვის უნდა თავისთვის რა უნდა და ძალიან მკაცრად მოღვაწეობდა საერთოდ ეს მაგუარი. მოკლედ ამ სარკზე შექმნა კუნძული, რომელიც უკაცრავად სკოლა, ბავშვების სკოლა. ეს ჩანს აი შემდეგი სასწაულიდან, რომელიც მოახდინა, ხო და ეხლა რა ხდება? ამ დროს არის საშინელი შიმშილი მთელ ქვეყანაში და წმინდა გრიგოლ ტურელი აღწერს, რომ 585 წელს წერს ესე, რომ ესე იგი მთელს ბრეტანში და გალიაში, უფრო სწორედ გალია, ანუ დღევანდელ საფრანგეთში, გავრცელებული იყო საშინელი ეპიდემია შავი ჭირის. და აი ამ დროს მან შექმნა სკოლა, დაარსა ბავშვებისთვის სკოლა და არა მარტო სკოლა დაარსა, არამედ რა გააკეთა, ნახეთ, ესე იგი, იმის გამო, როგორც მოგახსენეთ ეს კუნძული სარკე, პატარა კუნძულია ძალიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი თევზი და ბევრი ფრინველი იყო, ეს გაუბედურებული მშიერი ხალხი მოაწყდა ამ კუნძულ სარკს. და ამან, ესე იგი, არავის არ უთხრა უარი ამ წმინდა მაგლუარმა და მიიღო ეს ხალხი. და ჯერ ერთი ამდენი არაფერი ესეთი ამდენი ულევი ქონებაც არ ქონდა. მაგრამ აჭმევდა ყველას. და მეორეც ერთი საშიში იყო, იმიტომ რომ ეპიდემია იყო საშინლად გავრცელებული და ამ ესე იგი ამ მხარის პრეფექტი თუ ეს საერო ხელისუფლება მოკლედ დიდი იმითი მივიდნენ ამასთან და უთხრეს, რომ მონასტერი დაკეტეო, მარტო ხუცესები დატოვე მონასტერშიო და გაუშვიეს ბერებიო და ხალხსაც ეს ხალხიც განდევნე აქედანო, ესე იგი და შეწყვიტე ამ ხალხის ჭმევაო, რომ ეს უბედურება არ მოგვიტანონო ამ კუნძულზეო და რეალურად ძალიან გაჭირვება იყო და კატეგორიული უარეთ, ხო არ გეცნობათ ეს ვითარება, რომ უნდა დაიკეტოს ეკლესია, უნდა დაიკეტოს ყველაფერი, რომ ეპიდემია არ გავრცელდეს ეკლესიიდან. ესე იგი და აი მონასტრიდან და რომ მონასტერი არის მთელი უბედურების მიზეზი. აი ესე ეგეთები კი არ იყვნენ ეს საერო ხელისუფლები თუნდაც მორწმუნეები იყვნენ, მაგრამ შეეშინდათ რა. და არავითარ შემთხვევაში მოკლედ ამან კატეგორიული უარი თქვა ამაზე და ეხლა რა მოხდა და ამ სკოლის ბავშვებმა როგორც გაირკვევა, ესე იგი ეს სკოლა იყო საღვთისმეტყველოც და ჰუმანიტარულიც. უბრალოდ საგანმანათლებლო სკოლა იყო და გარდა ამისა კიდე ასწავლიდა ბავშვებს, იქ ძალიან გავრცელებული კუნძულია, ეხლა გასაგებია, ხო და ეს ესე იგი ეს მეცნიერება პირდაპირ ზღვაოსნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ზღვაოსნობას ასწავლის მოკლედ ამ ბავშვებს და მოკლედ ამ ბავშვებმა თხოვეს, რომ გაგვიშვიო პატარა პორტი აქ კუნძულს და იქ ძველი გემი არის და იქ გემზე, იქ ეთყობა ამ სწავლობდნენ თუ რაღაც, მოკლედ ამ გემზე ეს ბავშვები გაუშვა და ეს ბავშვები ამ გემზე თამაშობენ და უცებ ამოვარდა ქარი და უცებ ძალიან დიდი ტალღა მოვიდა და ეს გემი, რომელიც დაზიანებულია, რომელიც ის არის, რა ქვია, ჩამოწერილია რა, ესე რომ ვთქვათ, ეს ჩამოწერილი გემი, მოკლედ ეს გემი გაიტაცა ამ ტალღებმა, გაიტაცა ზღვაში.
და წარმოიდგინეთ ხა გაიგეს ამათმა ყველამ რომ ესე რა უნდა ქრან ეხა ზღვა ღელავს გემი გატაცებულია ეს ბავშვები საწყლები შეშინებულები და მე მოყვეს თვითონ ამ ბავშვები ყვებოდნენ ამას დაიჩოქეს მუხლებზე და ღმერთს და წმინდა მაგლუარს ევედრებიან რომ გვიშველე მაგლუარ როგორც მამა ისე ეხა ეს ამათვის და მოკლედ განან მუხლებზე და მაგლუარს ევედრებიან და ღმერთის და მაგლუარის შეწევნით მაგლუარმა ილუცა და მოკლედ ეს გემი მშვიდობიანად გაარიყა ზღვამ არც ნიშბები არავის მართვა არავითარი არაფერი რა და ამ ზღვამ გარიყა ეს გემი ბრეტანის სანაპიროზე ესე იგი ეს კუნძულია ხო ეს სარკი და ამ სარკის პირდაპირ ზუსტად გაერიყა ბრეტანის სანაპიროზე და იქაც ხალხი მოკლედ შეიკრიბა ეს გემი გამოირიყა და ეს ბავშვები რო გადმოვიდნენ აქედან ამ რაღაცაში ნელი აჩონჩხლელი რაღაციდან მოკლედ დაზიანებული იმიდან გადაირია ეს ხალხი და ეს ხალხი წავიდა ესე იგი იმპერიის ანუ ესე იგი მეფის წარმომადგენელი ქალაქ კუტანი არის იქა კიდევ ესე იგი ფრანკი ქვია გრაფი ფრანკი არის მეფის წარმომადგენელი მოკლედ და ამ მეფის წარმომადგენელთან როგორც აერო ხელისუფლების მოკლედ წარმომადგენელი ვინც არის იმასთან მივიდნენ და უთხრეს რომ ესეთი ამბავი მოხდა ესეთი გულწრფელი ის იყო აღფრთოვანება ამ ხალხის და ეს სიხარული გაუზიარეს ამ გრაფს აღმოჩნდა რომ ეს გრაფი იცნობს მაგლუარს და როდესაც ეს ყველაფერი მოისმინა რაც ახლა მე თქვენ მოგიყევით რომ ამ შიმშილობის გამო ამ სარკზე ამდენი ხალხი ჩადის რომ აქ მონასტერის საშუალება აღარ აქვს რაც ქონდა ყველაფერი დახარჯა რომ ესე იგი მონასტერზე ესეთი ზეწოლა რომ ეს ხალხი დაითხოვოს და ბერები დაითხოვოს გაჭირვების გამო ამ ფრანკმა ესე იგი დიდი გემი დატვირთა ხორბლით ფქვილით და რა ვიცი კიდე რაც შეიძლებოდა ყველაფრით საცმელით და საკმაოდ დიდი თანხა მოკლედ გაუგზავნა მაგლუარს კუნძულ სარკზე. ბოლოს უკვე როდესაც საკმაოდ ასაკოვანი იყო ეს რომ გააკეთა, მაგრამ უკვე ძალიან როდესაც დაუძლურდა, უკვე წირვაზეც რომ ვეღარ დადიოდა, ორი დიაკონი აქედან ორი ბერი აქეთ-იქიდან მხრებში შეუდგებოდა და ესე ატარებდა და ერთხელაც წირვაზე უკვე თვითონ აღარ შეეძლო ყველას დასანახად ანგელოზმა აზიარა ხატებზე გამოიხატება ხოლმე მე არა მაქვს ახლა ესეთი ხატი რომ გაჩვენოთ მაგრამ ანგელოზი ესე იგი ანგელოზმა აზიარა და მეორეჯერ ანგელოზ ზიარებაზე უთხრა უარი ისეთი თავმდაბალი იყო რომ უთხრა აი ნუ წარმოიდგინეთ ახლა რა ხო და უთხრა ანგელოზი მოდის რომ გაზიაროს და უარი უთხრა და ესეთი სიტყვები თქვა და ამას იმეორებდა შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე ეს არის 26 ფსალმუნის მეოთხე მუხლი ესე ჟღერს სიტყვები ერთი ვითხოვე უფლისაგან ესევე ვითხოვო დამკვიდრება ჩემ და სახსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისა და ხილვად ჩემ და შვენიერება უფლისა და მოხილვად ტაძარი მისი და ნუ მოკლედ ესე იგი გარდაცვალებამდე ორჯერ ქონდა კიდე ანგელოზის გამოცხადება რომელმაც აუწყა მისი გარდაცვალების დღე და კიდევ აუწყა რომ გარდაუვალი არის რომ გარდაუვალია მისი დიდებაში ყოფნა და მართლაც ესე იგი ახლა კი დამთავრდა მის ცხოვრება მაგრამ ახლა ესე იგი მოგიყვებით რა მოხდა მისი სიკვდილის შემდეგ აი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არ ვიცი აი რა მოგიყვეთ ნუ ჩემთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებზე პასუხი ესე იგი ერთი პირველ რიგში ის რომ ამ სარკზე როგორც მოგახსენეთ ხო ეს არ მithქვას მე მგონი კუნძულ სარკზე რო გიყვებოდით ესე იგი კუნძულ სარკზე მე-16 საუკუნემდე ადამიანები უკაცრიელი კუნძული იყო ცხოვრობდნენ მარტო ბერები და მონასტერი იყო ელისაბედ პირველი დედოფალი უბრალოდ ნუ დედოფალი ინგლისის დედოფალმა აი მე-16 საუკუნეში 40 მეზღვაური გააგზავნა ამ კუნძულზე რომ ჩასახლებული იყვნენ და რომ დაეცვათ ეს კუნძული ვიკინგების და ნუ პირატების
ესე წერია პირატები, მაგრამ ეს ვიკინგების თავდასხმები იყო და მოკლედ ეს კუნძული რო დაეცვათ ამისაგან. ამის გამო რო ჯარისკაცები დასახლდნენ და უკვე ფაქტიურად საერო ცხოვრება დაიწყო ამ პატარა კუნძულზე, ბერებმა დატოვეს ეს კუნძული მე-16 საუკუნეში. და ამის შემდეგ უკვე განვითარდა ეს ცივილიზაცია, როგორც მოგახსენეთ და ეს ფეოდალური სახელმწიფო ამის შემდეგ შეიქმნა სწორედ აი 40 ჯარისკაციდან დაიწყო ეს ყველაფერი. ხო და ესე იგი აი ამ ვიკინგების თავდასხმისას მოკლედ სანამ ეს მოხდებოდა რაც ახლა გითხარით იყო ესე იგი ესენი თავს დაესხმოდნენ და სულ ძარცვავდნენ ამ კუნძულს და განსაკუთრებით ერთი თავდასხმა არის ცნობილი გონი 800-მდე თუ 800-მდე პირატი იყო რომელიც თავს დაესხა და ნუ აოხრეს ბერები დახოცეს და რამდენიმე პირატი შევიდა რომ მაგლუარის საფლავი ესე იგი შეურაცხყოთ და ნუ ამოეთხარათ და რაღაცა და როგორც კი შეეხნენ ამ საფლავს ესენი დაბრმავდნენ და შემდეგ ერთმანეთს დაერიენ ესეთი ესე იგი ეს არის ცნობილი და ეხლა გადავდივართ შემდეგ სასწაულზე რომელიც არის როგორც გითხარით ნუ არ ვიცი მე მოგიყვებით ეხლა და მე არა მაქვს პასუხი თუმცა თვითონ არის პასუხი რა თემას ეხება იცით ეს მე სულ მაინტერესებდა ამას წინათ ქონდა ჩვენ საუბარი წმინდა ნიკოლოზის შესახებ და წმინდა ნიკოლოზის გადასვენება მისი წმინდა ნაწილების გადასვენება ბარში ამ მირონიდან ქალაქ ლუკიის ქალაქ მირონში სადაც იყო აი იქიდან როგორ მოიპარეს იტალიელმა ვაჭრებმა ეს სხეული და როგორ გადაასვენეს ბარში. თავისთავად ხო გენოთ აი ძალიან ძიმე შემთხვევაა ისტორიაში და განსაკუთრებით მართლმადიდებლები, ტკივნდა ბერძნები და საერთოდ მართლმადიდებლები ტკივნულად აღიქვამენ, იმიტომ რომ ეს გაყოფის შემდეგ ხდება და აი კათოლიკებმა, მაგრამ სინამდვილეში ეს ერთი სივრცე იყო მაშინ. მე ამის შესახებ მოგიყევით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინ დეტალურად მოგიყევით, როგორ მოხდა მისი გატაცება და გადასვენება, მაინც რაღაცნაირად, აი როგორ გითხრათ, სულ არის ეს კითხვის ნიშანი, რომ აი რანაირად შეიძლება ესე მოიპარო და გაიტაცო წმინდანის სხეული. ან თვითონ წმინდანი რატო გაძლევს ამის უფლებას, ან საერთოდ როგორ ხდება და აი ხა ეს ამბავი უნდა მოგიყვეთ ძალიან საინტერესო აქ რაღაცა სხვა мотиваცია. მოკლედ აქ ლაპარაკი არის ახლა ეს როგორც მოგახსენეთ მე-6 საუკუნის ბოლოს აღესრულა და 850 წელია უკვე თითქმის აი რომ გითხარით თავიდან რომ 300 წლის მერე დაიწერა მის ცხოვრება ახლა როგორ მოხდა ეს ყველაფერი. დაახლოებით თითქმის 300 წელია დასული მისი გარდაცვალებიდან და ნომინოე ეს არის ძალიან ცნობილი პიროვნება და ეს არის ფაქტიურად მეფე თუ რა ვიცი რაც ვთქვათ ესე იგი ეს არის ბრეტანის ხალხის თუ ბრეტანის ერის მამა ესე უწოდებენ ნომინოეს ნაციონალური გმირია მოკლედ რომელმაც ფაქტიურად ბრეტანის პოლიტიკური შეხედულებები ჩამოაყალიბა და ეს ბრეტანი აქცია ქვეყანად აი ესეთი პიროვნება იყო და მოკლედ თავისი დიდების ზენიტშია რა 850 წელია და მოკლედ ეს ნომინოე არის წასული სანადიროდ. თავის ბრეტანში ხდება ეს ყველაფერი და თავის მეომრებთან ერთად ეხა იქ არის ცნობილი ქალაქები ძალიან და სწორედ ამის შესახებ უნდა მოგიყვეთ ეს არის დინანი და ლეონი. ბრეტანულად არის ლეონი, ფრანგულად ლეონ ხო და ეს ლეონი ალბათ ესე ჯობია რომ ვთქვათ მოკლედ ამ ლეონის სააბატო როგორ დაარსდა ხა ამას გიყვებით. ამ ლეონის და დინანის ადგილზე გაუვალი უღრანი ტყეებია, ნადირფრინველი ცავსე და ეს არის წამოსული სანადიროდ. აი ამ უღრან ტყეში შემთხვევით ეს წააწყდა ბერებს. ეს ნომინოე. წააწყდა ბერებს, ნუ ეს ბერები მოღვაწე ბერები იყვნენ, ნუ აი რა ვთქვათ რა სიტყვა ვიხმაროთ, გაძვალტყავებული და ძალიან ძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ კი მარხულობდნენ ესენი და რაღაცა, მაგრამ ხშირად მარტო კი არ მარხულობდნენ, ხშირად შიმშილობდნენ, იმიტომ რომ საჭმელი არ ქონდათ ეხა ვერი ნადირებს და
თქვათ ესე ვერ შეჭამს ხორცს, ხო? და ამ ტყეში კიდე მაინდა-მაინც ამ ფესვებით და რაღაც იკვებებიან და თან უბრალოდ ერთად ცხოვრობენ ესენი და ამათმა რომ ნახეს ეს მეფე ნომინოე თან როგორც მოგახსენეთ, ნაციონალური გმირია რა და წესერი კარგი, რა ვიცი, პოზიტიური ადამიანია ხო და თხოვეს რომ იქნებო რაღაცა მიწა გამოგვიყოთო რომ დავამუშავებთო და რაღაცა მარცვალი და რაღაცა გვექნება. ხო და ეს ძალიან დაინტერესდა ამით. და უთხრა რომ მეო თანახმავარო. ადვილად დასამუშავებელი მიწა თხოვეს მოკლედ ამ ბერებმა. მე თანახმავარო რა თქმა უნდა და მე ყველანაირად ხელს შეგიწყობთო რომ თქვენ მონასტერი გქონდეთ, ოღონდ ესეთი აი იწყება ახლა რაღაც საინტერესო ამბები. ოღონდ მეც მინდა რომ თქვენი იმედი მქონდესო, რომ დამჭირდებაო, რომ თქვენ გთხოვოთ რომ ილოცოთო, რომ დამეხმაროთ. და აი რაღაცა ესეთი შესთავაზა რა ქვია, გარიგებასავით მოკლედ. ოღონდ თქვენ ლოცვას რო ძალა გქონდესო, თქვენ წმინდა ნაწილები გაქვთო, ესე იგი აი ვინმე კი ბერები ხართ და ცხოვრობთ, მაგრამ აი ვიღაცა ავტორიტეტი ესე რო თქვა და ამისი დამადასტურებელი ის რო წმინდა ნაწილი გაქვთ, აი ვინ არის თქვენი წმინდანი. ხო და ესენი დაიბნენ ძალიან, იმიტომ რომ არაფერი წმინდა ნაწილი არ აქვს, უბრალოდ ტყეში ცხოვრობენ ეს ბერები და ამან უთხრა რომ აიო ცოტათი დაეხმარა, მაშინ რაღაც ფული დაუტოვა და რაღაცა და უთხრა რომ თუ თქვენ მოიპოვებთო წმინდა ნაწილებს, მაშინო ნუ ხე ისტორიას გიყვებით, თორე რა საიდან რა ის აქვს, მე გამოჩნდება ეს. ხო და თუ მოიპოვებთო ამ წმინდა ნაწილებსო, მაშინო მე ამ მიწებსაც გადმოგცემთო რომ მე თქვენი იმედი მექნებო. მოკლედ ეს ბერები კიო რაღაც შეწუხდნენ ხა და კიო უთხრეს აუცილებლად მოიპოვებთო და გაახსენეთ ეს მაგლუარი. ანუ წმინდა მაგლურიუსი. მაგლუარი და ეს მაგლუარი სარკის კუნძულზე ამ დროს. და მოკლედ და ესე დაირაზმენ ეს ბერები და ერთ-ერთი მათგანი თქვა რომ მე ვითავებ ამას და წავიდა სარკზე მაგლურიუსის მოსაპარავად. მისი სხეულის. ოღონდ ახლა ნახეთ რა ხდება. ესე იგი ამ მაგლურიუს ამ სარკის კუნძულზე ესე იგი ნუ როგორც მოგახსენეთ მოსახლეობა რაღაც ისეა და აი რაღაცნაირად ისე ხდება რომ მაგლურიუსის სხეულს ეპატრონება ერის ადამიანი ის იცავს მცველი ამისი არის ერის კაცი რომელსაც ცოლშვილი ყავს ანუ ეკლესია რაღაცნაირად ეტყობა დასუსტა ამ 300 წლის განმავლობაში ბერები აღარ არიან მოკლედ დარჩა ეს მოსავლელად ერის ადამიანს ცოლშვილიანს რომელიც რა თქმა უნდა ამას ვერ მოულის რა თქმა უნდა ამას ისტორიულად შემდეგ როგორც მოგახსენეთ ამ სარკის კუნძულზე ამ პირატების თავდასხმებია და აი ერთი შემთხვევა უკვე იყო ესეთი რომ მოკლედ იავარყვეს ეს მონასტერი ეთყობა მაშინ დახოცეს ეს ბერები და მოკლედ აი ესე უპატრონოთ არის ფაქტიურად ეს ჩავიდა ვითომ მომლოცველი არის რომ წმინდა ნაწილები რომ მოილოცოს და მოკლედ მოიპარა ეს მაგლუარის სხეული და მთლიანად თელი სხეული წამოიღო და ჩამოიტანა ესე იგი ამ ბერებთან ამ ადგილზე სადაც რომელსაც დღეს ქვია ლეჰონი ეს ქალაქიც არის ეს ლეჰონი და მონასტერია ლეჰონის მონასტერი ჩამოიტანა და ამ ბერებმა ნუ როგორც საკუთარი მფარველი ისე მიიღეს ნუ დიდი ზეიმი მოაწყვეს და რაც თავარია ესე იგი დაიწყო აქედან დაიწყო ფაქტიურად მაგლუარის ცხოვრების შესწავლა და დაწერა ამისი მოკლედ ესე იგი ეს ბერები გახდნენ წიგნობრები და კარგად ესე იგი შეისწავლეს მოკლედ და შემდეგ მოგვიანებით ეს ამარო გაიგო ამ ნომინოემ ესე იგი ეს მართლა გადასცა ეს მიწები და აი აქედან დაიწყო სწორედ ეს ლეჰონის მონასტერის დაარსდა და ესე იგი აი ესეთი საინტერესო რაღაცა წერია თვითონ ეს ცხოვრებაც ხო ამათი დაწერილია ეს ვიტა სანქტი მაგლორი ამათი დაწერილია ამ ბერების ეს ცხოვრება ხო და აი ესეთი რაღაცა წერია უცნაური რომ მაშინდელი წესჩვეულებების თანახმად წმინდა ნაწილების მოპარვა ითვლება კარგ საქმეთ. საამაყო საქმეთ ითვლება, ესე იგი, არავითარი ნეგატიური ის არ აქვს ამას. მე არ ვიცი, ცით ამას ვერაფერს ვერ გეტყვით, ახლა ვერც ახსნი ამას ვერც გავამართლებ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა ის, რომ ალბათ აი ღვთის განგება ესეთ ახლა კიდე რომ მოგიყვებით, მე რა მოხდა ესე იგი. იქიდან გამოჩნდება.
ალბათ ღმერთმა იცის წინასწარ რა უნდა მოხდეს და თუნდაც აი ესეთი უცნაური გზით რომ იპარავენ აი როგორც წმინდა ნიკოლოზის სხეული დღეს აი სოფლიოში გამობრწყინდა როგორც შეიძლება ჩვენ არ ვწოდნოდა საერთოდ წმინდა ნიკოლოზის შესახებ ის რომ ესე იგი ბარში არ მოხვედრილიყო შეიძლება არ ვიცი ყოველ შემთხვევაში მაგლორიუსი ნამდვილად დაიკარგებოდა ესე იგი და მოკლედ ესე იგი აქ ამ მონასტერში ლეჰონის მონასტერში ეს იყო ცოტა ხანს 70 წელი დაახლოებით და ამავე ბერებმა 70 წლის შემდეგ უკვე ძალიან გახშირდა ეს ნორმანდიელების თავდასხმები და უკვე რომ ესე იგი სერიოზული საფრთხე შეიქმნა საფრანგეთის შიგნით შიდა ტერიტორიაზე გადავიდნენ და აქ უკვე შემდეგი ესე იგი დიდი მეფე ჰიუ დიდი ესე ქია ჰიუ დიდი 898-956 წლები ეს არის ფრანკების ჰერცოგი და პარიზის გრაფი და აი ამან ესე იგი მიანიჭა ამათ პარიზში გამოუყო ტერიტორია სადაც ესე იგი ესენი დასახლდნენ ესმინა მაგლუარის სხეული ჩამოასვენეს და დღეს ამ ადგილას ესე იგი არის ძალიან ცნობილი სემინარია დაარსეს 1620 წელს უკვე მოგვიანებით დაარსდა მაგლორიუსის ესე ქვია სენ მაგლორიუსის სემინარია დაარსდა ისევ აი სასწავლო პროცესთან არის ეს დაკავშირებული და შემდეგ აშენდა ტაძარი ესე იგი ესე არის ესე იკითხება ეკლესია არის წმინდა იაკობის სახელობის ჟაკ დუ ოპა ესე ქვია არის ფრანგულად ესე ქვია აი ამ ტაძარში ხა ეს ფოტოები უნდა გაჩვენოთ ეს ყველაფერი და ნუ რაღაც შესაბამისად გამოსახულებები მოკლედ აი აქ იყო ეს წმინდა ნაწილები ამ ტაძარში გადააბრძანეს და საფრანგეთის რევოლუციის დროს დამარხეს მიწის ქვეშ ჩუმად დამარხეს და მხოლოდ 1835 წელს აღმოაჩინეს და როდესაც უნდა აღედგინათ ეს ტაძარი და გააკეთეს ახლა დღეს არის რელიკვარიუმი იქ არის ჩაბრძანებული აი ამ ტაძარში პარიზში ინახება მოკლედ რაც შეეხება ესე იგი წმინდა მაგლორიუსის გამოსახულებებს კიდევ ერთი ქალაქი უნდა დაგისახელოთ ეს არის რენე ესე იწერება, მაგრამ რენ ესე იკითხება, სენ პიერ დე რენ, ეს არის წმინდა პეტრეს ტაძარი, კათედრალი რენში. აი აქ ესე იგი ეს არის საარქიეპისკოპოსო, სამი ეპარქიის რენის, დოლის და სენ-მალოს ეპარქიის ცენტრი არის და ეს არის ერთ-ერთი 9-თაგან ერთ-ერთი უძველესი ტაძარი ბრეტანში, რენეს კათედრალი. აი აქ არის ამ რენეს კათედრალში კიდევ ესე იგი არის გამოსახულება ფრანგი მხატვარი ხა ამას და გაჩვენებთ ყველაფერს ეს არის ალფონს ფრანსუა ლე ენაფ რომელმაც დახატა სხვათა შორის რა მინდა რომ მოგახსენოთ ესე იგი ხა სანამ გაჩვენებთ ამ გამოსახულებებს ნუ ჩვენ ვამბობთ რომ ძალიან და ვამბობთ და სამართლიანადაც რომ ხატწერის პრინციპები ძალიან მნიშვნელოვანია ხატი როგორც პორტრეტი კი არა და როგორც ხატვის გამოგონილი ხა მე-16 და მე-18 საუკუნეში ხა მაგლუარის გამოსახულება როგორ უნდა შექმნა ხო ნუ ხატვის ფანტაზიაა და ეს ხატვარიც კიდე ნუ ჩვეულებრივი ადამიანია ხო ჩვენ კი გვაინტერესებს რაღაც არაჩვეულებრივი ხატები გვაქვს პირველი საუკუნიდან სხვათა შორის მოყოლებული ხო მაგრამ აი ნახეთ რა მოხდა აი ამ ხატვარმა ალფონს ფრანსუა ლე ენაფ 1821-1884 წლები. აი ამ ფრანგმა ხატვარმა შექმნა ძალიან საინტერესო გამოკვლევა ჩაატარა და აი ამ ტაძარში რენეს კათედრალში ეხლა უნდა გაჩვენოთ ესეც. შექმნა ესე იგი ფაქტიურად გამოხატა ყველა ბრეტანელი წმინდანი და მიუხედავად იმისა რომ ეს გამოსახულებები პორტრეტულია, ну ესე რომ ვთქვა, ხატრობის ნიმუშია. ну კარგი ხატრობაა, მაგრამ ну ხატრობაა რა ეს ხატები არ არის მიუხედავად ამისა, ფაქტიურად მინდა გითხრათ, რომ აი ამ ხატრობის წყალობით ჩვენ შემოგვჭა ბრეტანელი წმინდანების სია.
და აი ამ ნახატზე ახლა ეს არის პროცესია, ესე ქვია, ბრეტანელი წმინდანების პროცესია ეპარქიების მიხედვით და მე გაჩვენებთ ახლა დოლის ეპარქიის წმინდანებს და აი ეს სამსონი და მაგლუარი ერთად გამოიხატებიან აქ და აი მას დაგათვალიერებ და ბოლოს სანამ გადავიდოდი ამ გამოსახულებების ჩვენებაზე რადგან ესე წერია მის ცხოვრებაში რომ რადგან ძირითადად მისი სასწაულები ზღვასთან არის დაკავშირებული, ითვლება მეზღვაურების მფარველ წმინდანად. ეხლა მე სანამ შემდეგ წმინდანზე გადავიდოდე, გაჩვენებთ აი რა გამოსახულებები გაგვაჩნია. პირველეს ყოვლისა ეს არის აი ეს წმინდა ილტიდის ტაძარი, ლანტვიტ მეიჯორ, ესე ქვია. აი ეგ იყო ეს სასწავლებელი ცენტრი, სადაც სწავლობდა წმინდა მაგლუარი. აი ეს არის შიგნიდან, ინტერიერს გაჩვენებთ. აი ესე. და ეხლა უნდა გაჩვენოთ აი ეს ლეჰონის სააბატო. აი სადაც ეს რომ მოგახსენეთ გაუვალი ტყეები რო იყოს ბერები რო ცხოვრობდნენ და რომ მოიპარეს წმინდა მაგლუარის სხეული. აი ეს არის ლეჰონის სააბატო. ესე გამოიყურება. შიგნით, სრულ წარმოდგენას ვერ შეგიქმნით, მაგრამ აი შიგნით არის ეს არის წმინდა მაგლუარი, აი ეს სამი გამოსახულებაა და შუაში არის ამასაც გაჩვენებთ, რამდენადაც რაც შეიძლება ხატის მაგლუარის ხატი არის. აი ეს სამი გამოსახულება გადიდებული, აი და კიდევ უფრო გადიდებულს გაჩვენებთ. თუმცა ხო გეუბნებით, ეს უფრო ფაქტია, ვიდრე რეალური ინფორმაცია წმინდანის გარეგნობაზე. აი უბრალოდ რომ ესე თაყვანისცემის ეს არის წმინდა მაგლუარიუსი. აი ეს არის ამ ლეჰონის სააბატოს ზედა სართულზე აი ესეთი ტაძარია, ესეთი თავისებურია ყველაფერი. ნახეთ, ხედავთ ხო სივრცე როგორ ჩანს და ეხლა შიგნით დგას ის ქანდაკება და გაჩვენებთ. აი ეს არის წმინდა მაგლორიუსი და ეხლა გაჩვენებთ აქვე ამავე ლეჰონის სააბატოში არის აი ესეთნაირად ეს არის წმინდანის ძვალი. ოღონდ წმინდა ნაწილები როგორც მოგახსენეთ პარიზშია, აი ესე გამოიყურება. ეხლა უნდა გაჩვენოთ აი რენეს წმინდა პეტრეს კათედრალი რენში. აი ესე ეს ფასადია, ესე გამოიყურება და აი ხა ის რომ მოგახსენეთ წმინდანების პროცესია. სხვათა შორის სენ მაოც არის, ოღონდ იქ თავის ეპარქიაში. აი ეს არის დოლის კარგად კი არ ჩანს ეთყობა სხვა უკეთეს ფოტო ვერ მოეპოვე. აი აქ არიან ეს ქვით აწერია სხვათა შორის. აი აქ არიან, ეხლა გადიდებულს გაჩვენებთ მაგლორიუსი და სამსონი. აი ერთად ესე გამოიყურებიან მაგლორიუსი და სამსონი აი ცოტა ახლიდან გაჩვენებთ. ჯერ წმინდა სამსონია, აი ეს წინ და იმის უკან არის ეს მაგლორიუსი. და ეხლა კი უნდა გაჩვენოთ აი ეს ბოლოს ეს არის სენ ჟაკ დუ ოპა პარიზი. აი ეს არის ტაძარი, რომელშიც არის სანაწილე, აი ეს არის რელიკვარიუმი. აი აქ ინახება მისი წმინდა ნაწილები. და კიდევ ამ ტაძარში არის აი ესეთი გამოსახულება, ეს არის მხატვარი ეჟენ გოიე. აი ეს არის წმინდა მაგლუარიუსის, ეს არის 1798-1856 წლები. აი ესეთი ნახატი არის მაგლუარიუსის. და წმინდა ნაწილი მაგლუარიუსის გვაქვს აი პატარა, რა თქმა უნდა. აი ესეთი.
ეს ფუცელზე არის დამაგრებული და კიდე მწვერი. შეგვეციოს წმინდა მაგლუარიუსი, ეხლა კი გადავდივარ შემდეგ წმინდანზე, რომელიც აი ასევე აბსოლუტურად განსხვავდება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას და არ დავიღლები ამის გამეორებით, რომ რამდენი წმინდანიც არის, იმდენი რაღაცა განსხვავებული და განსაკუთრებული ღვაწლია. ესე იგი, ეს არის ეხლა წმინდანი, ვისაც უნდა მოგიყვეთ, წმინდა ფელიქსი. ესე იგი, რომელმაც თავი გაწირა წიგნების გამო, საეკლესიო წიგნები არ ჩააბარა. მოკლედ აი ამას შეეწირა და აი მე მაგალითად ესეთი ისტორია არ გამიგია. რომ აი ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არაფერს არ თხოვდნენ ჩაგვაბარეთ საეკლესიო წიგნები, დევნა არის, ესე იგი აქ ლაპარაკი არის დიოკლეტიანეს დროის პერიოდის დევნაზე და არაფერს ეს წიგნები არ დათმო. აი ეს მოკლედ ეს არის. ტიბიუკას ეპისკოპოსია, ტიბიუკა, ესე იგი მისი ცხოვრების სხვადასხვა ვერსიები არსებობს, მაგრამ ყველა ვერსია ადასტურებს იმას, რომ ეს იყო ტიბიუკას ეპისკოპოსი. დღეს ეს ტიბიუკას, ესე ქვია, ხენჩირ გასა, ხენჩირ აინდურატა, ესეც ქვია. ეს არის ტუნისში, შიგ ტუნისში, ქალაქ ტუნისში, ესე იგი კართაგენის საარქიეპისკოპოსს ეკუთვნოდა ეს ეპარქია. ხო და ტუნისში არის ძველი ქალაქი, გაითხრილია ეხა ეს ქალაქი და მოკლედ ეს არსებობს ტუნისში. და ესე იგი რომაელებამდე აფრიკული ტომები ცხოვრობდნენ, ბერბერების კონფედერაცია იყო. 1875 წლიდან ეს ტიბიუკა ტიტულარული ეპარქია არის რომის ეკლესიის, რომის კათოლიკური ეკლესიის. 300 წელს, როდესაც დაიწყო დიოკლეტიანეს დევნა, მაგნილიანი იყო კურატორი აი ამ ტიბიუკას ქალაქის. და ნუ მოკლედ ესეც ასრულებს ბრძანებას და ცდილობს რომ ეკლესიები დახუროს და საკათედრო ტაძარში ესე იგი აფრო ქვია მღვდელს აფრო და არიან მედავითნეები კირილე და ვიტალი და ესენი შეიპყრეს. ეპისკოპოსი არ იყო იქ ადგილზე, ესენი შეიპყრეს და უთხრეს რომ მოკლედ ტაძარი უნდა დაიხუროს და არაფერი, ნუ წიგნები ჩაგვაბარეთ. ამათ უთხრეს რომ ჩვენ ამ წიგნებს ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ეპისკოპოსი ყავს ფელიქსი. ფელიქსი ეს სიტყვა მინდა გითხრათ, ესე იგი ეს ლათინური ფელიքს ლათინურად ნიშნავს ბედნიერებას, იტალიურად ეს არის ფელისე, ბედი, იღბალი. მოკლედ აი წმინდა ფელიქსზე გვაქვს ახლა ჩვენ ლაპარაკი ფელიks ტიბიუკის ეპისკოპოსი. მოკლედ ეს არ არის ქალაქში გასული იყო და ნუ ეპისკოპოსის არის ეს ყველაფერი ჩვენ ახლა ამას ვეჩაგაბარებთო და რა თქმა უნდა დაბრუნდა ეს ეპისკოპოსი, დაიბარეს ესე იგი სასამართლოში და არაფერი ნუ ეუნება ეს მაგნილიანი რომ ჩაგვაბარეთ ეს ციგნები. ეს ეუნება რას ლაპარაკობთ, ესე იგი უნდა რა გინდათ, უნდა დავწვათ, ხო და მე დამწვათ მირჩევნია ვიდრე ციგნები ესე. ნუ ეს განრისხდა და თვითონ ვერ მიიღო ეს გადაწყვეტილება და კართაგენში პროკონსული არის ანულინი. ანულინი იმასთან გაუშვა ანულინთან. ანულინმა კიდე გაუშვა პრეტორიუმის პრეფექტთან. პრეტორიუმი ეს არის სამხედრო შტაბი, უკვე იმპერიის გვარდიის, რომელიც მაშინ აფრიკაში იყო, ნუ სამხედრო ბანაკი რა, ესე რომ ვთქვათ. და როგორც რომის იმპერატორის, ესე იგი ძალაუფლების წარმომადგენელი გაუშვა ამ პრეტორიუმის პრეფექტთან. და ეს ოფიცერი მოკლედ ოფიცერი დიდი რანგის ოფიცერია, ძალიან შეურაცხყოფელი დარჩა ამ ესე იგი წმინდა ფელიქსის ამ განცხადებით, რომ ესე იგი რაღაცა წიგნებს მოკლედ ეს უმალავს და არ აძლევს რა და ნუ საშინელად ესე იგი სტანჯეს რკინის ხუნდები დაადეს და 9 დღე ჩააგდეს რაღაცა სიბნელ ციხეში. მერე ესე იგი იმჟელეს ეთყობა, გამოიყვანეს ამ ციხიდან და გემით გააგზავნეს რომში, მოკლედ გააგზავნეს იტალიაში, უბრალოდ იტალიის ტერიტორიაზე, აგრიგენტომ, დღეს აგრიჯენტო ესე ქვია, სიცილიაზე, მოკლედ მოხდა. 4 დღე და ღამე იყო გემი გზაში და ეს შეკრული ეგდო ცხენები, სადაც დგანან.
და რაღაც აი გემით გადაყავთ ცხენები და ამ ცხენების ფოქვების ქვეშ ეგდო 4 დღე ფშიერწყურვალი შეკრული მოკლედ აი წარმოიდგინეთ როგორი ჩავიდა და ნუ სიცილიაზე უკვე იციან რომ ეს ეპისკოპოსი მოდის და ნუ ისეთი დახვედრა მოუწყო მრევლმა და რაღაცა მაგრამ ნუ ეს დაპატიმრებულია და მერე გადაიყვანეს სიცილიიდან იქ მერე ჩამოთვლილი არის ქალაქები ეს აგრიჯენტო, ტავრომინა, კატანია, მესინა ეს ქალაქები გაიარა და ბოლოს მოხდა ქალაქ სადაც დღესაც სადაც არის მისი წმინდა ნაწილები ვენოზა არის ესეთი ქალაქი ვენოზა არის აპულიის და აპულიის დედაქალაქი არის ბარი რო წარმოიდგინოთ დაახლოებით სათხდება ეს ყველაფერი იტალიის სამხრეთია და მოკლედ აპულიისა და ლუკანიის საზღვარზეა ეს ვენოზა აი ვენოზაში მოკლედ ჩაიყვანეს ეს და ნუ გამოიყვანეს ახლა გამოიყვანეს ეს წარდგა ისევ სასამართლოზე და ეუბნებიან რომ მართალია რომ წიგნები გაქვს ხო და აი აქ მოხდა ყველაზე სერიოზული როგორ გითხრათ აი დადგა ყველაზე დიდი ცნუნების წინაშე და ამ ფელიქს ეხა ერთი სიტყვა უნდა ეთქვა რომ არა მაქვს მე ეს წიგნები და გაუშვებდნენ და აი აქ გამოიჩინა საოცარი სიმტკიცე აი რა ეთქვა ნუ ერთი სიტყვა ერთი ტყვილი რა მოხდებოდა რომ არა მაქვს ეს წიგნები და დაანებებდნენ თავს ეხლა წარმოიდგინეთ აფრიკაში ეგ სადღაც რა წიგნები ნუ საღვთისმსახურებო რითიც ჩვენ ვკითხულობთ წუხსის კარს და წიროს ვატა ნუ აი საღვთისმსახურო წიგნები ეხლა ჩვენ კი ნამბეშტი გვაქვს მაშინ ხელნაწერი იყო და რაღაც მაგრამ ნუ მაინც და აფრიკაში სადღაც აქ წიგნები დამალულეონებია რომ გააქვს წიგნები ესე უნდა არა მაქვს და თავისუფალი ხარ არა მაქვს წიგნები მაგრამ ვერ მოგცემთ და ნუ ამაზე გადაირიან სულ ესე იგი და მოკლედ იმ წუთშივე გასცეს ბრძანება და ესე წერია მის ცხოვრებაში რომ მან ესე იგი მსხვერპლად გაიღო თავის მსხვერპლად შეწირა იმას ვინც მარადიულ სიცოცხლეშია აი მარადიულ სიცოცხლეში შეწირა მოკლედ აი ერთი ტყვილიც ეს ერთი ტყვილიც კი არ თქვა და კიდევ არის ცნობილი რომ მთელი ცხოვრება ქალწულებაში გაატარა უბიწოთ მოკლედ ესე იგი ესეთნაირად იცხოვრა ნუ კიდევ ესე იგი ნუ რამდენიმე ვერსია ამისი ცხოვრების ერთ-ერთი არის მაგალითად რომში მოხდა და ნოლაში ქალაქ ნოლაში გაასამართლეს და რაღაცა სხვადასხვა ეს არის როდის არის ხსენება მაგრამ ნუ ძირითადი მთავარი არის ეს და სხვა შორის ეს ნოლა რო ახსენეთ ნოლას უკავშირდება ტრადიცია ღვთისმსახურების დროს ზარების რეკვის აი აქედან მოდის თურმე მოკლედ ესე იგი ვენოზაში არის ამისი წმინდა ნაწილები აი გაჩვენოთ არაფერი არ აქვს შემორჩენილი მისი ერთადერთი ესეც რა თქმა უნდა გვიანდელი მხატვარია კარლო მარტინი 1625-1713 ვენოზაში წმინდა ანდრეას კათედრალში აი ეს არის სწორედ ეს ფელიქსი მისი სიკვდილით დაჟა არის გამოხატული ეს აქვს მეტი არაფერი არ აქვს მისი გამოსახულება და აი ეს არის ნამცეცები კიდევ მის წმინდა ფელიქსის აი ეს შეგვეციოს წმინდა ფელიქსის მადლი და ღმერთმა მისი სიმტკიცე მოგცეს და ბოლოს კიდევ არის დღეს ხსენება კიევო-პეჩორის ლავრის წმინდანების არეფასი, სისონის და თეოფილესი. ესენი არიან განდეგილები. მე-12-მე-13 საუკუნეებში ცხოვრობდნენ და ესე იგი ჩვენ გვაქვს თეოფილეს წმინდა ნაწილი, რომელზეც არაფერი არ ვიცით, საერთოდ გარდა იმისა, რომ განდეგილი ბერი იყო და რომელიც მოღვაწეობდა ესე იგი სასწაულთ მოქმედი ბერი იყო. აი ხა მე თქვენ გაჩვენებთ ხა მას ვერ ჩამოხსნით დაფარი აი კიევო-პეჩორის წმინდანები, აი აქ არის, აი ხელს დავადებ. აი აქ არის აი ამ ადგილზე სანთელიანთი აქ არის ნამცეცი გვაქვს ამ წმინდა თეოფილესი.
მე კი ამითი დღეს მინდა დავამთავრო მაგლორიუსის შესახებ ბრეტანში ვიმოგზაურეთ ბრეტანელი წმინდანი დოლის ეპისკოპოსი წმინდა მაგლორიუსი მაგლუარი ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ფელიქსი როგორ ქვიან ქალაქს გავიხსენო ეს არის ფელიქსი ტიბიუკის ეპისკოპოსი რომელიც არის დღევანდელ ტუნისში ტიბიუკის და ასევე ჩვენ ვისაუბრეთ რა უბრალოდ დღეს არის ხსენება წმინდა თეოფილესი რომლის წმინდა ნაწილები გაგვაჩნია ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი